რა იყო კამანის ტრაგედია, რამ გამოიწვია კამანის ტრაგედია და რამდენი გმირი ყავს აი პატარა კამას, სვანებით დასახლებულ პატარა კამას. დავიწყოთ ამაზე საუბარი, ბატონო სოსო, თქვენით დავიწყებ, რა მოხდა 5 ივლისის კამაში. მე მესმის რომ ძალიან რთულია თქვენთვის ამაზე საუბარი, მით უმეტეს თქვენს თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა, ძნელია ამ ტრაგედიის გახსენება, მაგრამ გვიწევს სამწუხაროდ ამ ტრაგედიაზე საუბარი, იმიტომ რომ კამანის გმირების ოჯახის წევრები და კამანელი გმირები იმ პატივით არ არიან, პატივი არ აქვს მიგებული, როგორც ამას ისინი რეალურად იმსახურებენ. როგორც ყველამ ვიცით, 1992 წლის 14 აგვისტოს გავარდა პირველი წვია აფხაზეთში და დაიწყო ომი. და მან მოაღწია ჩვენს პატარა სოფლამდე. კამანამდე. კამანა იყო ერთ-ერთი პატარა სოფელი სოხუმის რაიონში შრომა კამანი. ერთი სკოლა ერთი სოფსაბჭო ჰქონდა. სულ ვიყავით 43 ოჯახი. იქ უმრავლესობა სვანები ვიყავით, კულტურად რო ვთქვათ. და ისე რუსების გვერდია 1-2 ოჯახი და ჩვენ ქართული ყველა. ბერძნები. ბერძნებმაც ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს ამ ომიდან. ახალგაზრდა ბიჭი იმას ვიტყვით თუ არა მე შეიძლება დამავიწყდეს ერთი თვალი საუბედუროდ დაკარგული ჰქონდა მანამდე ახალგაზრდა ბიჭის სჯობა ხო? გვარი არ მახსოვს. და იმენა ამ ერთ-ერთ ბრძოლის დროს აფეთქიმის დაბომბვის დროს ასკოლკა მოხდა მეორე თვალში და ახალგაზრდა ბიჭი დარჩა საერთოდ სინათლოდ. ეს იყო ბერძენი ჩვენი კალის მიღებელი და ჩვენთან ერთად გაზრდილი. ეს რო არ დამავიწყდეს იმისთვის. და დაიძაბა ეს რო დაიწყო თავიდან ომი, რა თქმა უნდა, კამანში და ამ გარეუბნებში იმდენად არ იგრძნობოდა, მაგრამ საუბედუროდ მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, ჩვენ უკვე შევიკრიბეთ, შევქენით რაზმი იქით აქეთ და ერთ დღეს თანასოფლელები მოვიდნენ ამ ზარიდან, ჩამოვიდნენ ჩვენთან და გვეუბნებიან. ბიჭები გაიტაცეს. რას ქვია გაიტაცეს? დილას უთენია მიადგნენ პირდაპირ კარებთან და უკაკუნეს როგორც გამოვიდნენ კარში, აიყვანეს ესენი და წაიყვანეს თქვენ. და მის მერე დაიძაბა რა თქმა უნდა ეს იყო ზედა ეშერის მოსახლეობიდან გადმოსული იქ დაჯგუფება ჰყავდა ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს რა ეროვნების იყვნენ და ვინ იყვნენ ესეც არ ვიცი ყველანაირი ჯიშის ჯულის ხალხი ჰყავდათ მეომრები ჰყავდათ და ასე რომ სულ ყოველდღიურად იძაბებოდა უფრო მეტი სროლები, უფრო მეტი შეჯახებები და ძალიან ხშირად კვირაში ხანდისხან ორჯერ გადმოდიოდნენ ჯერე აი ჩვენს მოცოფლები რაც იყო ამ ერთი ამზარა მეორე ამზარა ხალხი იძულებული გახდა ჩამოეწიათ უფრო ქვევით მოკლედ მოყვები კამანისკენ კამანში დაგროვდა ეს მთელი მოსახლეობა მე უკვე კამანზე დაიწყეს შემოტევები ну რა თქმა უნდა ჩვენ ვიგერიებდით და პასუხს ვაძლევდით საკადრის ასე გრძელდებოდა ეს 11 თვის განმავლობაში დღე 19 ზამთარში ძალიან ხშირად და ძალიან დიდი ბრძოლები იყო მე კამანი სტრატეგიულადაც ეხლა ჩვენ არც ერთი გამოცდილება კი არა საერთოდ რა ვიცოდით ჩვენ ომის და ჩვენ ვიყავით თავიდან ზემოდან ვიყურებდა ყველა მტერიც და სხვაც და მაგათი მოქმედების არეალი უფრო თავისუფალი იყო და დაწყებული სნაიპერიდან დამთავრებული იმებით კომბატ-ხორცნებით და ყველა სახის იარაღიდან გვესროლობდნენ. ნუ ჩვენ ამის საშუალება ნაკლებად ჰქონდა ის კი არა თავიდან იარაღიც არ ჰქონდა სიმართლე რომ ვთქვა. როგორ უძლებდით ბატონო? უძლებდით იმის წყალობით რომ ჩვენ იქ ვინც ვიყავით თავიდან საერთოდ მარტო ადგილობრივები ვიყავით. ყოველი ხე, ყოველი ბილიკი, ყოველი ქვა ვიცოდით და აი ეს შველოდა იქაურ გშველოდა ჩვენ ყველას ვინც იქ ვიყავით. რომ ისინი რომ დაიწყებდნენ ყველას ჩვენ ამის მაგალითებს მე გეტყვით რომ სულ რო არ მოელოდნენ იქიდან ჩვენი რაზვედკის დაზვერვის ბიჭები ადგებოდნენ ზურგზე და იჭებდნენ და შემოჰყავდათ. ერთი შემთხვევა იყო მეორე და რამდენიმე შემთხვევები იყო ასეთები.
და აქედან გამომდინარე უძლებდით. ნუ სულის კვეთებაც იყო ისე. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა შენ სახში ხარ და შენ სახში თუ არ იბრძოლე ვაჟკაცმა და სახლის დასაცავად და დედის და დის და ოჯახის დასაცავად თუ არ იბრძოლე, მაშინ სად უნდა იბრძოლო და სად უნდა გამოჩნდეს შენი კაცობა და ვაჟკაცობაც.